გავაგრძელებ დროებაში, მათ შორის ვინც გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგს ორგანიზებული სახით შეუერთდა, ყველაზე აქტიურები ალბათ ახალგაზრდები იყვნენ, სტუდენტური ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთა და ადამიანთა უფლებების ახალგაზრდა დამცველები საერთო სახალხო მოძრაობაში 2 ნოემბრამდე რამდენიმე კვირით ადრე ჩაერთნენ და მიტინგის დანიშნულ დღეს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ. ყველაზე ორიგინალური შეძახილები და მიტინგის ატრიბუტიკის ყველაზე საინტერესო ნაწილი სწორედ მათი მოფიქრებულია. მათი ნაწილი პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, ნაწილი მხოლოდ სამოქალაქო აქტივობის მომხრეა, მაგრამ საერთო ის აქვთ, რომ ყველა მათგანი უსამართლობის წინააღმდეგ იბრძვის. ახალი თაობის პროტესტის ფორმისა და შინაარსის შესახებ რეპორტაჟი ასევე ახალგაზრდა ალეკო გაბუნია მოამზადა. საკრალური ადგილი ჩვენთვის თითოეული ქართველისათვის სიონის ტაძარია. ამასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდი, ვინაიდან რადგან 90-იან წლებში სწორედ აი აქ შეერთდა და შეუერთდა ერთმანეთს ჩვენი ტრადიციული მსოფლმხედველობა და ახალგაზრდობის ის ნაკადი, რომელთაც ერქვა ზურაბ ჭავჭავაძე, გია ჭანტურია. ისტორია მეორდება და ბრძოლა ჩვენი დაწყებული საბოლოო ჯამში ღვთისმხალობით მისული ყოფილიყოს გამარჯვება საქართველოს გაუგებელს. ისტორია სხვაგვარებით მეორდება. ბრძოლა გამარჯვებამდე მათთვის უკვე დაწყებულია. ახალგაზრდები სანამ პოლიტიკურ ტრიბუნაზე ავლენ, ჯერ სათქმელს უფალს ეუბნებიან. რუსეთის ეთნები, რომელიც თუნდაც პატარა წინააღმდეგობაში იქნება ჩვენი სამშობლოსა და ეროვნების წინაშე. ქრისტიანობა ხლად და ფარად იქნება ჩვენი ერის წინ ყოველთვის. სიონის ეზოში იმიტომ შეიკრიბნენ, რომ აქ ოდესღაც სული ეროვნულ მოძრაობას შეედგა. ამბობენ, რომ მათი ისტორიული ლიდერების მსგავსად უკან დახევას თავადაც არ აპირებენ. დარჩენილი ერთი დღე მოწოდებებს უნდა დაუთმონ. შიშდაძლეული ახალგაზრდების შეკრება 2-2-ზე შედგება. გადაწყდა, რომ 2 ნოემბერს საპროტესტო მსვლელობას ისევ სიონის ტაძრიდან დაიწყებენ. ესეც ერთგვარი სიმბოლიზმია. ვარდების რევოლუციის წინ კმარას წერდა ასეთ ფიქრებს და დღეს ჩვენ ვწერთ თიას კმარას. კმარას. ეს ვარდი მიშიგას რომელსაც ასე ამაყობდა თავის ძრზე, ისე შეახმარა, ესაც ვერ ხდება გამხმარია. პრეზიდენტის ხელში შემხმარი ვარდი ახალგაზრდებს აქციისკენ მიმავალ გზაზე წინ გაუძღვება. ამბობენ, რომ შიში დაძლეულია, ახლა მთავარი მოქმედებაა. სხვა თოჯინა. როგორი თოჯი? ბალბის თოჯინა, წითელი. ეს ის ბავშვია, ვარდების რევოლუციის დროს ხელიდან ხელში რომ გადადიოდა. პატარა რევოლუციონერი ახლა სოფელ გლდანში, ხის პატარა სახლში ცხოვრობს. მაშინ პარლამენტის წინ 25 დღის ანა მამამ მიიყვანა. ახლა კი უკვე 4 წლისას რევოლუციის ახალმა ტალღამ კარზე მიუგაგუნა. აგი ბავშვი. ნახე, წითელი კაბაც არის, აპილოსფერის არის. მე ჩემ შვილთან ერთად ბავშვიცა ვარ ტანკში, შევეწირები, მაშინაც იმას ვაცხადები, ტანკში ვარ, შეუვარდები. დღეს ისე თურამეს, იმიტომ მინდა მე ბავშვით გამოყვანა, გამიგერო. შეხედო, რომ ეს ბავშვი ისე ქუჩაში დგას. სიონის ეზოში დაგეგმილი აქცია, ყველამ რო გაიგოს, ამისთვის მანქანების კოლონაა საჭირო. ახალგაზრდა პოლიტიკოსებისთვის პოლიტიკურად ყველაზე ცხელი ოქტომბრის თვე აღმოჩნდა. იყო დაჭერები, შემდეგ კი პროტესტი, სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა ადგილას. ემოციურად დატვირთულები ძალასა და ენერგიას საკათედრო ტაძრის ეზოში იკრებენ. შემდეგ კი მწყემსთავრის ლოცვა-კურთხევას მორჩილად ასრულებენ. მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევისამებრ ყველამ ერთად თქვათ: მამაო ჩვენო, მამაო ჩვენო, რომელი ხარ სათაშინა, წმინდა იყავს სახელი შენი, მოვედი სულბევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა სათაშინა,
ეგრეც არ ქვეყანასა ზედა გული ჩვენი ასობისა მოგეთ ჩვენ დღეს და მომიყევეთ ჩვენ თანანადები ჩვენი ვიდრაცა ჩვენ მიუტევეთ თანამედ გამარჯვენთა და ნუ შეგვიყვანეთ ჩვენ გასასწრესა არამედ ვიხსენ ჩვენ ბოროტისასა გაერთიანებული ახალგაზრდული მოძრაობა ჯერ ხალხს შეერია, შემდეგ კი ტრიბუნისკენ დაიძრა. თავისუფლების მოყვარე, ქართველი ერის ღირსებასა და გენიას გაუმარ! 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 დღეს თავისუფლების მოყვარე, ქართველი ერი, დღეს თავისუფლების ყურვილი, ჭეშმარიტი თავისუფლების ყურვილი დამაშვალი ქართველი ერი ითხოვს და ერის ჭეშმარიტ გამარჯვებას. და ეს ჭეშმარიტი გამარჯვება სახესია და ძალიან ახლოს არის ვინაიდან ვარ კონსოლიდირებული და გაერთიანებული. სწორედ ამაში იყო საუკუნეების განმავლობაში ფორმულირებული, კოდირებული ჩვენი გამარჯვების მთავარი ფორმულა. დღეს მთელი ქართული საზოგადოებრივება ვართ ერთად და ეს იქნება საწინდარი ჩვენი გამარჯვებისა. თვითმფრინავში ეს ადგილი შორს გასამგზავრებლად საქართველოს პრეზიდენტს სტუდენტებმა შეურჩიეს. სახელმწიფო ბიუჯეტს რომ არაფერი მოაკლდეს, ბილეთის ფულის შეგროვება თავად ითავეს. ფულს ვაგროვებთ ახლა დათა მიხეილ სააკაძეს შეუძლიათ აი ეს ბილეთი. საქართველოს სტუდენტთა ავიახაზების ბილეთი რეისზე ვარ 13. ჩვენ კლასით გავუშვათ ეს ჯანდაბაში სამხრეთ. ჯანდაბა კიდე არის ადგილი ინდოეთში, ჩვენ არავის არ წყვეთ, ჩვენ უბრალოდ უშვებთ მას ამ ადგილას. სანამ უნივერსიტეტის სტუდენტები პრეზიდენტს გაურკვეველი მიმართულებით ამგზავრებდნენ, ამ დროს ახალგაზრდა თეატრალები მომიტინგების ქვეყნის პირველი პირის დაგრძელვაზე ეპატიჟებოდნენ. რევოლუციას რომ ღამის თენება უნდა კარგად ესმით, ამაღლებულ განწყობას კი ქართული სიმღერებით იქმნიან. ქართულ მომიტინგეებს სოლიდარობა ჩეჩენმა მაჰმუდ აბასოვმაც გამოუცხადა. საქართველოში მეგობრებთან ჩამოვიდა. აქციაზეც მათი დახმარებით მოხვდა. რატო გამირბიხა რატო მემენები რატო გამირბეხე არგოთმა თუ კი ვინმე რუსთაველის პროსპექტზე სადმე ბნელკუთხეში მოხვდა, ყველა ასეთ მდგომარეობაში დაბრუნდა. საერთო სახალხო მოძრაობა ამატებს ისტორიულ გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შესახებ. ახალ მოთხოვნასთან ერთად ახალი შეძახილიც გაჩნდა. მიშა ვარდები, მალე გადავარდები, მიშა ვარდები, მალე გადავარდები, მიშა ვარდები, მალე გადავარდები. ამ შეძახილების პარალელურად ზუგდიდიდან რამდენიმე ავტობუსი დაიზრა, სულ სხვა მიზნებით და სულ სხვა შეძახილებით. ჩვენ მივიდივართ ნახდათ აი სახელმწიფოს იმ კურსის მხარდასაჭერად, რომელიც ყველა ქართველშია გამჟდარი. ეს არის კურსი, რომელიც დაგვიბრუნებს აფხაზებს, ეს არის კურსი, რომელიც დაგვიბრუნებს ოსეთს, ეს არის კურსი, რომელიც საქართველოს საბოლოოდ დაიმართ გამარჯვებისას. ვისაც ეს კურსი არ მოსწონს, პარლამენტის წინ მეორე ღამის გათენებასაც არ მოერიდნენ. თავს კი ყველა თავისებურად ირთობდა. მომიტინგეების გამხნევება თანასწორობის ინსტიტუტმა ითავა. ვარდები ახლა წყალსახვევებმა შეცვალა. ახალგაზრდები ამბობენ, რომ მიშას ვარდები მალე თეთრი რევოლუციით შეიცვლება.